საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა და ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დღეა, რადგან ეს არის უმაღლესი დონის სასწავლებელი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. პრეზიდენტის თქმით, ის რაც სხვებს პროექტებსა და ფანტაზიაში ჰქონდა, მისმა გუნდმა რეალურად დაგეგმა და შეასრულა. საქართველოსთვის ამ ქალაქ დღეს არის ჩემი ოცნების ახდენა. ვიღაცებს ეს ფანტაზიები ეგონა, ვიღაცებს პროექტებში ჰქონდათ. მე არც პროექტებს ვაწყობ და არც ფანტაზიებს. ჩვენ გეგმავთ, ვაკეთებთ, ვასრულებთ და გაბარებთ თქვენ მომავალ თაობას, საქართველოს მომავალს. ის რაც ქართულმა საზოგადოებამ მიხილა 4 დღეში ერთხელ ხდება ყველგან, განაცხადა პრეზიდენტმა. პატიმრების თემაზე მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში უნივერსიტეტის გახსნაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის იმ ახალგაზრდების, რომლებიც ძალადობას აპროტესტებენ. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ იკითხა, ვის უფრო მეტად ანდობთ ქვეყანას, რომ გაიყვანოს საბოლოო სამშვიდობოზე ხატია დეკანოიძეს, ეკატერინეს ღულაძეს, გიორგი ტუღუშ თუ გოგა ხაინდრავას და თამაზაშვილს. პრეზიდენტის თქმით, თუ თამაზაშვილი ციხიდან გამოვა, ის რაც ყლდანის ციხეში ხდებოდა ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდება. ჩვენ უფრო სენსიტიურები ვართ. შეიძლება ბელგიაში ამდენი მინისტრი არ გადაიყენებიათ, არც ამერიკაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე მოახდინეთ რეაქცია, ისეთი როგორც მოახდინეთ, რომელსაც ჩვენზე განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები არ მოახდინეთ. რატომ მოახდინეთ? იმიტომ რომ ჩვენ უფრო სენსიტიურები ვართ. შეიძლება ბელგიაში ამდენი მინისტრი არ გადაიყენებიათ, არც ამერიკაში. რა თქმა უნდა, ამერიკაში ძალიან ბევრჯერ მოხდარა, ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მოხდარა. ჩვენ იმაზე ჩორ წავედით, იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ ამ წარსულიდან, აღარ გვინდა იქ დაბრუნება ხალხო. არც ისე მიამიტები ვართ, რომ არ ვიცოდეთ რა თამაში მიმდინარეობს. იმ ხალხმა, ვინც ყლაპა ეს ყველაფერი, ის ხალხი დაისჯება და ვინც დაუშვა, ის მაგრა დაისჯება.